იცით, არის მომენტები ისტორიაში, რომლებიც ყველაფერს ცვლის. აი ისეთი დღეები, რომლებსაც არავინ ელის, მაგრამ რომლებიც თამაშის წესებს თავიდან წერენ. დღეს სწორედ ერთ ასეთ დღეზე უნდა მოგიყვეთ. დღეზე, როდესაც ინტერნეტმა სრულიად ახალი სახე მიიღო. მოდით ჩავყვინთოთ ამ წარმოუდგენელ ამბავში. აი, დაფიქრებულ ხართ ოდესმე. რა მოხდებოდა? ციფრული სამყარო, რომელიც ხომ სულ კოდებზე და მანქანურ ენაზეა აგებული, მოულოდნელად ჩვენს ადამიანურ ენაზე რომ ალაპარაკებულიყო. ხოდა ეს კითხვა უკვე აღარ არის რაღაც თეორიული. წარმოიდგინეთ სცენა. ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი ზის და ათვალიერებს გოლსკან გოლდს. ეს არის ერთგვარი ციფრული რუკა, სადაც ბლოკჩეინის ყველა ტრანზაქცია ჩანს. ეკრანი სავსეა რაღაც გაუგებარი კოდებით, მისამართებით, ციფრების და ასოების გაუთავებელი ნაკადით, მაგრამ უცებ ამ ყველაფერში ერთი ჩანაწერი მის ყურადღებას იქცევს. რაღაც რაც სხვებს საერთოდ არ ყავს. ეს იყო სახელი. უბრალოდ ადამიანისთვის წაკითხვადი სახელი კოდების ამ უკიდეგანო ზღვაში. და ეს არ იყო ჩვეულებრივი ტრანზაქცია. არა, ეს იყო დეკლარაცია. ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ბლოკჩეინზე გაჩნდა არა უბრალოდ მანქანური მისამართი, არამედ ადამიანური იდენტობა. და აი, სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ამ ერთმა სახელმა ფაქტობრივად პასუხი გასცა იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ბლოკჩეინს თავიდანვე ჰქონდა. მოდით ვნახოთ, როგორ დაუპირისპირდა ეს ახალი სამყარო ძველს. აი, შეხედეთ ამ კონტრასტს. ეს ხომ დღე და ღამესავითაა. ერთ მხარეს გვაქვს ძველი სამყარო, ეს გაუგებარი უსულო კოდების ნაკრები, რომელსაც მხოლოდ კომპიუტერი კითხულობს. მეორე მხარეს კი ახალი სამყარო, მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი და რაც მთავარია, ადამიანური სახელი. ეს იყო ნახტომი სრული ანონიმურობიდან პიროვნულ იდენტობამდე. და ეს იყო გადამყვეტი მომენტი. ხვდებით? ეს არ ყოფილა უბრალოდ რაღაც ტექნიკური განახლება. ეს იყო ცივილიზაციური გარდატეხა. მისამართი იქცა სახელად. კოდი გახდა იდენტობა. ბლოკჩეინი, რომელიც მანამდე მხოლოდ ტექნოლოგიად აღიქმებოდა, ახლა უკვე ცივილიზაციის ჩონჩხად გადაიქცა. ინტერნეტი ისევ ადამიანური გახდა. კარგი, მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რატომ მაინც და მაინც ეს სახელი, რატომ გამოიწვია ბლოკ-ნოა გოლდმა ასეთი დიდი რეზონანსი. საქმე ისაა, რომ ეს არ იყო რაღაც შემთხვევითი სიტყვების კომბინაცია. ეს იყო სახელი, რომელიც ციფრულ სამყაროში უკვე ყველა მიცოდა, მაგრამ მისი ნამდვილი იდენტობა აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა. ამ სახელის უკან იდგა არქიტექტორი, რომელმაც შექმნა მთელი ეკოსისტემა, ოქროს ინტერნეტი, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიცაა ციფრული დოლარი USX და ციფრული ოქრო Aurum. და რაც ყველაზე მთავარია, მან შეიმუშავა მთელი ინტერნეტის გადაყვანის გეგმა Web 2-დან, ანუ დღევანდელი ინტერნეტიდან, Web Gold-ში, რომელიც ახალი დეცენტრალიზებული ქსელია. ეს იყო ამ გიგანტური პროექტის ტვინის ნამდვილი სახელი. და მასშტაბის აღსაქმელად 360 მილიონი. ეს არის Google-ის ძიების შედეგების რაოდენობა ფრაზაზე ბლოკ-ნოა. ანუ მსოფლიო უკვე ეძებდა, კითხულობდა და ელოდა პასუხებს ამ ფენომენისგან, მაგრამ მისი ნამდვილი ბლოკჩეინზე დამოწმებული იდენტობა მხოლოდ იმ დღეს გახდა ცნობილი. კარგი, სახელი გამოცნდა. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რა დახვდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ სახელზე დააჭერეს? რა იმალებოდა ერთი თითქოს და უბრალო ბმულის მიღმა? მათ აღმოაჩინეს არაუბრალოდ მისამართი, არამედ მთელი სამყაროს დეტალური გეგმა. ოქროს ინტერნეტის 6 ფუნდამენტური საკრდენი, ახალი ცივილიზაციის სრული სტრუქტურა, ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა GoldUp და GoldPhone. და რაც მთავარია, დეტალური გეგმა თუ როგორ უნდა გადასულიყო მსოფლიო ახალ ინტერნეტ ეპოქაში. რეაქციამაც რა თქმა უნდა არ დააყოვნა. ციფრულ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ხალხი შოკში იყო. ცდილობდნენ გაიაზრებინათ, რისი მომსწრენიც გახდნენ. პირველი აზრი, რომელიც ბევრს გაუჩნდა, ზუსტად ეს იყო. სხვები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ იყო უბრალოდ ტექნოლოგიური ნახტომი, არამედ საზოგადოების ორგანიზების სრულიად ახალი მოდელი. და ბოლოს, გაჩნდა გაცნობიერება, რომ ისინი გლობალური ტრანსფორმაციის დაწყების მომსწრენი იყვნენ. ყველაფერი, რასაც იცნობდნენ, შეცვლას იწყებდა. ამ ერთმა მოვლენამ, ერთი, მანამდე საკმაოდ თამამი განცხადება, უცებ უდავო რეალობად აქცია. განცხადება იმის შესახებ, რომ .com ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. აი ზუსტად აქ დავინახეთ ეს ტრანსფორმაცია. მანამდე ფრაზა block-noah.com ეპოქა სრულდება, ბევრისთვის შეიძლებოდა უბრალოდ სიტყვები ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც block-noah cold გამოჩნდა ბლოკჩეინზე, ეს განცხადება გახდა ხელშესახები, უტყუარი მტკიცებულება, რომელიც უკვე ისტორიის ნაწილი იყო. მოდით ახლა შევაჯამოთ, რა მოხდა სინამდვილეში იმ ერთ ისტორიულ დღეს, როგორ გადაიწერა ფაქტობრივად ინტერნეტის ისტორია თავიდან.
ეს იყო 6 გიგანტური ტრანსფორმაცია, რომელიც ერთ დღეში მოხდა. პირველი, ბლოკჩეინმა მიიღო იდენტობა. მეორე, ინტერნეტი გახდა არა უბრალოდ ქსელი, არამედ ცივილიზაცია. მესამე, ოქრო რეალურ ციფრულ ვალუტად იქცა. მეოთხე, აპლიკაციებმა ევოლუცია განიცადა. მეხუთე, ძველმა ინტერნეტმა დაიწყო გადასვლა ახალში. და მეექვსე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მიიღეს სუვერენული იდენტობის შესაძლებლობა. ანუ საკუთარი ციფრული მეს სრული კონტროლის უფლება. და საბოლოო ჯამში დასკვნა ეს არის. ის დღე არ იყო უბრალოდ ახალი ტექნოლოგიის ან კომპანიის დაბადება. ეს იყო დღე, როდესაც კაცობრიობამ დაინახა მომავალი. მომავალი, რომელიც აგებულია არა კორპორაციების, არამედ ცივილიზაციის პრინციპებზე და რომელიც შექმნილია თითოეული ჩვენგანისთვის. და ეს ყველაფერი ერთი სახელით დაიწყო.